რუმინეთში 2017 წელს რომ ვიყავი, ერთ-ერთმა ჩემმა პროფესორმა გამაგებინა, რომ თბილისში გაიმართებოდა ადამიანის უფლებების სკოლა, ტრენინგი ერთგვარი და მომიხერხა ისე, რომ უფასოდ მიმეღო მასში მონაწილეობა, არადაისფასიანი იყო ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ტარდებოდა. ამ ტრენინგის დროს ერთ-ერთი ტრენერი იყო ჰოლანდიელი პროფესორი და ტრენინგის ბოლოს უნდა ჩაგვებარებინა გამოცდა, რომელიც წარმატებით ჩაუბარდა სხვა ყველა მონაწილეს შორის 20-ზე მეტი ადამიანი იყო, მათ შორის მოქმედი ადვოკატები, იურისტები, სასამართლოს თანამშრომლები, მე ავიღე ან უმაღლესი ქულა, ან ერთ-ერთი უმაღლესი, ნამდვილად აღარ მახსოვს, უკვე 9 წლის წინანდელი ამბავია. რაც ნიშნავდა, რომ მე მეკუთვნოდა უფასოდ სტრასბურგში სამკვირიან საზაფხულო სკოლაში წასვლა ადამიანის უფლებათა ფრანგულ ინსტიტუტში, ანუ რენე კასინის ფონდში. ფონდის მიერ ჩატარებულ ამ საზაფხულო სკოლაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, საცხოვრებლის და მგზავრობის ხარჯები ამაში არ შედიოდა. და მე ამ პროექტში ამაში მე ვერ მივიღებდი მონაწილეობას, იმიტომ რომ ნამდვილად არ მაქვს არც მე, არც ჩემო ოჯახს, არც სტაბილური სამსახური, არც იმის შემოსავალი, რომ ხა საფრანგეთში ჯერ მარტო ბილეთები ძალიან ძვირი ღირს, მერე იქ ცხოვრება, მე მგონი 450 евро დაჭდა ის 3 კვირა საერთო საცხოვრებელში, აი ძალიან პატარა ერთი ბეწო ოთახი იყო, რომელშიც ცხოვრობდი, მაგრამ აქ ჩაირია ეს ჰოლანდიელი პროფესორი. მან მოიძია ბერძნული ფონდი, რომელმაც დამიფინანსა მგზავრობაც და იქ ცხოვრების ხარჯებიც. და მერე მან კიდევ კონვერტით ჯიბეში, ასე ვთქვათ, მომცა 200 евро იყო თუ რაღაც, რომ კვებისთვისაც რაღაც ხარჯი მქონოდა თანხები. ამასთან, რა თქმა უნდა, 3 კვირა მე უნდა მეცხოვრა იქ მარტოს და უნდა მევლო ამ ღონისძიებაზე, რაც ასევე ჩემთვის შეუძლებელი იყო. ის შეეხმიანა სტრასბურგში მოღვაწე ქართველებს ევროპის საბჭოში, სასამართლოში და თხოვა დახმარება. და მათ გადაინაწილეს ერთმანეთში როლები, ანუ ადამიანები დამხვდნენ, გამაცილეს, როცა ჩავედი, პროდუქტების ყიდვაში დამეხმარნენ, ერთ-ერთი ბავშვი, ერთ-ერთი შვილი ყოველ დღე მატარებდა იმ ტრენინგებზე და აი მართლა რასაც ქვია გადამყვნენ, ანუ სტუმრადაც დამპატიჟეს რამდენიმემ და ეს ჩემთვის იყო უძვირფასესი გამოცდილება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საჭირო და საინტერესო და სასიამოვნო ადამიანიც გავიცანი, ინფორმაციაც მივიღე, მერე რამდენიმეჯერ რომ ჩავედი სტრასბურგში ის ადამიანები მოვინახულე კიდეც, ზოგი მოვიკითხე და ძალიან მიხარია, რომ აი ეს კონტაქტი შედგა.